დავიწყოთ ჩემი წარდგენით, ვეცდები რომ ძალიან მოკლედ მოგიყვეთ ჩემ გამოცდილებაზე. ჯამურად მაქვს 9 წლიანი გამოცდილება IT სფეროში, ძირითადი მიმართულება ყოველთვის იყო ტესტირება, თუმცა ამის მიუხედავად ყოველთვის მაქვს რატომღაც ჰიბრიდული როლები და ბოლო 2 წელი არის ვარ delivery manager-ი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ როგორც development-ის, ასევე ტესტირების ნაწილში ჩართული და შესაბამისად მთლიანად მოკლედ პროექტის მართვის ნაწილი არის ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. თუმცა რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ტესტირება არის ჩემი ძირითადი მიმართულება. ამ წლების მანძილზე სხვადასხვა დომეინზე მაქვს გამოცდილება, მათ შორის იყო EPAM-ში ბოლო 5 წელი, სადაც უამრავი გამოცდილება დავაგროვე საერთაშორისო კომპანიებთან და სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც ჩვენი კურსი წლების მანძილზე პერიოდულად იცვლებოდა, ხომ? ჩვენ ყოველთვის გვჭირდება რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის ცოდნა, რასაც ჩვენ სტუდენტებს ვარცლებთ, არის იმ ტენდენციებთან შესაბამისი, რაც საერთაშორისო ბაზარზე გვხვდება. შესაბამისად, ამ კურსის მანძილზეც გვექნება სიახლეები, რაც მაკოსითაც მოგვიანებით სიახლე იქნება და ვცდილობთ ყოველთვის, რომ სწორი მოლოდინებით შევუქმნათ ხოლმე ჩვენ სტუდენტებს. სანამ დეტალებზე გადავალთ, მინდა რომ ზოგადად ტესტირებაზე ვისაუბრო და ასევე გაგიჩინოთ სწორი მოლოდინები, რადგან სამწუხაროდ ხშირად ინტერნეტ სივრცეში გვხვდება უამრავი დებულება, რომელიც გვეუბნება, რომ ტესტირება საკმაოდ მარტივია. ან გვეუბნება ძველი გამოცდილების მქონე თანამშრომლები, რომ დიდი არაფერი არ არის საჭირო, ხო? ამასობაში გვხვდებიან კურსზე სტუდენტები, რომლებსაც აქვთ მოლოდინები, რომ ძალიან მარტივია, მერე ხდებათ სხვა მასალა და მერე უბრალოდ frustration-ის მომენტი ჩნდება. ამიტომაც აქვე მინდა რომ გქონდეთ სწორად მოლოდინები, თქვენ ვინც კურსზე რეგისტრირებულები ხართ, ან მომავალში ჩაერთვებით ზუსტად და სწორად გესმოდეთ, რომ იქნება სხვა მასალა. იქნება ძალიან ბევრი ლექცია. ლექციები იქნება ასევე მაშინაც კი, როდესაც გეგონებათ, რომ კურსი დამთავრდა, იმის მიხედვით, თუ როგორ შევაფასებთ გუნდის მდგომარეობას. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ ჯგუფს დამატებით ლექციები სჭირდება, არის ხოლმე პირიქით შემთხვევები, როდესაც კურსზე ისე კარგად მოყვებიან, რომ პირიქით უფრო მეტად ვურთულებ ხოლმე დამატებით ლექციებს ვამატებთ. ამ ნაწილში Smart Academia საკმაოდ მოქნილია და ჩვენც რა თქმა უნდა, რაც შეგვიძლია ხოლმე benefits ვიღებთ, რომ ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალური ცოდნა მივაწოდოთ. კარგი, გადავიდეთ თემაზე, რატომ არის ეს როლი ესეთი მნიშვნელოვანი და იდეაში ლიდაზე უნდა ვისაუბროთ. ოკეი, კიდევ გვაქვს კურსზე ერთი ლექტორი, რომელიც უფრო პრაქტიკულ ნაწილში გეყოლებათ ჩართული და ეს არის ლიდა ხუციშვილი, რომელსაც აქვს 5 წლიანზე მეტი გამოცდილება იდეაში, მაგრამ ეს სლაიდი დააპდეიტებული არ არის. ლიდას აქვს ძალიან კარგი ტექნიკური ბექგრაუნდი, იყო დეველოპერი, იყო ბიზნეს ანალიტიკოსი, შესაბამისად ლიდას კურსზე მოწვევა განაპირობა იმან, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა წაიღოთ ჩვენგან. ვინაიდან რადგან ჩვენი გამოცდილებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვფიქრობთ, რომ ორივე ჩვენგანის გაზიარებული ინფუტები თქვენთვის, როგორც მომავალი კარიერის დაგეგმვის პროცესში ძალიან საინტერესო უნდა იყოს. და როგორც გითხარით, ლიდაც ისევე იქნება პროცესში ჩართული, როგორც ვიქნები მე. ამიტომაც ნებისმიერი კითხვის დროს გექნებათ საშუალება, რომ საერთო ჩათებიდან ან პირადი მიმოწერიდან მოკლედ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. კარგი, გავაგრძელებ ახლა რაც წეგან დავიწყე, რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი, ხო? თქვენმა ბევრმა თქვენგან მოყვეხელი აიწია, როდესაც ვთქვით, რამდენმა თქვენგანმა წაშალაო აპლიკაცია მაშინათაც იმედები არ გაუმართლათ და რეალურად ნაწილობრივ ეს ყველაფერი გპასუხობს, ხო? რომ თანამედროვე ბაზარზე გვყავს ძალიან ბევრი კომპანიები, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან და შესაბამისად თითოეული პატარა დისკომფორტი მომხმარებლისთვის ან რეპუტაციური ზარალი, ხო? მათთვის უკვე შეიძლება ძალიან დიდ ფინანსურ დანაკარგებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომაც ხარისხის ინჟინერები დროთა განმავლობაში ძალიან ვითარდებოდნენ. საქართველოში ვინც ამ სფეროში ჩახედილები ხართ, უფრო მეტად გეცოდინებათ, რომ არც თუ ისე პოპულარული იყო წლების წინ და აღექნებოდა როგორც ძალიან მარტივად, თუმცა მერე დროდადრო იმდენად შეიცვალა ტენდენციები და იმდენად დიდი მოთხოვნები წამოვიდა ამ როლთან დაკავშირებით, რომ ცოტა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ზუსტად მაშინ იყო, როდესაც ჩვენ პირველად დავაპდეიტეთ და განვაახლეთ ჩვენი კურსი და ვცდილობთ ყოველთვის, რომ თქვენ გქონდეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, აბსოლუტურად ყველა ხელსაწყო იმისთვის, რომ ტექნიკური ინტერვიუები როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში წარმატებით გაიაროთ. კურსის მანძილზე გვექნება ძალიან ფუნდამენტიდან დაწყებული თემები. ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აქვე ძალიან ბევრი კითხვა დაისმევა, თუ გამოცდილება არ აქვს ადამიანს შესაძლებელი არის თუ არა, რომ ამ მიმართულებით განვითარდეს.
ყველაფერი შესაძლებელია, თავიდან ბოლომდე თქვენს მონდომებაზე არის დამოკიდებული. როცა ვამბობ მონდომებას, გულისხმობ იმას, თუ რამდენად შეგიძლიათ, რომ დრო დაუთმოთ და მართლა ლექციიდან ლექციამდე მაქსიმალურად დაამუშაოთ თემა, რომელიც ახსნილი იყო. ლექციები გვაქვს 3 საათიანი, ნუ ამაზე მოგვიანებით კიდევ მოვტრიალდებით, მაგრამ უკვე გესმით ალბათ, რომ საკმაოდ მსუკი არის თითოეული ლექცია. სასაათო დროც საკმაოდ დიდია და როგორც გითხარით, კიდევ უფრო ძირითად შემთხვევაში კიდევ უფრო მიზრდება ხოლმე. ამიტომაც მინდა რომ სწორად აფასებდეთ, ჩვენ არ გეტყვით რომ მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. თავარი არის რომ თემები არ დატოვოთ ღია. ვინც ამ მიმართულებით გადაწყვეტთ რომ დასაქმდეთ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მარკეტინგულად სამწუხაროდ და ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ მე ამ კურსის დროში გესაუბრებით, სამწუხაროდ ძალიან არასწორ მოლოდინებს ქმნიან ხოლმე და მე რეალობა კიდევ უფრო განსხვავდება ხოლმე. მეც ტექნიკური ინტერვიუერი ვარ და ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს ხედავ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ გულწრფელობა არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც გირჩევთ, რომ ამ კურსზე დარეგისტრირების წინ დარწმუნებულები იყოთ, რომ შეძლებთ რომ დრო დაუთმოთ ამ ყველაფერს. აქ რა თქმა უნდა თქვენს ინდივიდუალურ უნარებზეც გადის, ზოგიერთ ძალიან კარგი მეხსიერება აქვს და რა ვიცი, წამში შეუძლია რაღაც დამახსოვრება, ზოგიერთ უფრო მეტი დრო სჭირდება. ნუ ყველა ამ ნაწილში განსხვავდებით, ხო? უბრალოდ თქვენ თვითონ უნდა შეაფასოთ, რამდენად შეგიძლიათ, რომ კონცენტრირებულები იყოთ კურსის მანძილზე. კარგით, როგორც გითხარით, სანამ სილაბუსზე გადავალ, რომელიც არ იქნება დეტალურად განხილული დღეს, მაინტერესებს ვინმე აქამდე რაც ვისაუბრე, რაიმე კითხვები ხომ არ გაქვთ? ძალიან კარგი. მაშინ დავიწყებთ მაკოს თუ შეიძლება რომ შეცვალო. ხო, ვინ არის ტესტერი? ტესტერის განსაზღვრება უამრავია. შეიძლება რომ პოზიციებსაც მიჩვეულები იყოთ, რომ QA ტესტერი, ხარისხის ინჟინერი და უამრავი კიდევ განსხვავებული სახელით ხდებოდეს, მაგრამ ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ იმ აღწერას, რაც ხდება პოზიციის ქვეშ, ხო? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა ტესტერის არის ტესტირების პროცესის დაგეგმვა, ზოგადად პროცესების ხარისხის უზრუნველყოფა, არა მხოლოდ პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა, არამედ უშუალოდ პროცესები რამდენად გვაქვს გამართული, რამდენად გვაქვს რისკები შეფასებული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული და რამდენად შეგვიძლია რომ იმ თეორიული ცოდნით, რასაც გვიზიარებენ საერთაშორისო კომპანიები და ტრეინინგ ცენტრები, რამდენად შეგვიძლია დავაოპტიმიზიროთ ჩვენი რესურსი და გავზარდოთ პროდუქტის ხარისხი. შესაბამისად, QA ტესტერი, ინჟინერი, არ ვიცი, ყოველთვის განსხვავდება იდეურად, შესაძლებელია რომ ქვემოთ გვხვდებოდეს განსხვავებული მოთხოვნებიც, მაგრამ ჩვენი კურსის მანძილზე მთავარი ამოცანა არის, რომ იყოთ ჰიბრიდები, ხო? ანუ ადამიანს მენუალ ტესტირების გარდა ქონდეს ძალიან ძლიერი ტექნიკური სკილსეთი, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ პროექტებში დაიკავოს ჰიბრიდული პოზიციები, რომელსაც ძირითადად quality engineers ვეძახით ხოლმე საერთაშორისო ტერმინოლოგიის მიხედვით. როგორც უკვე გითხარით, ძალიან ფუნდამენტებიდან დავიწყეთ. ფუნდამენტებში გულისხმობთ გავლილი ტესტირების ტიპებს, ტესტირების მეთოდოლოგიებს, დონეებს, განვასხვავებთ ზოგადად როგორ შეიძლება რომ თითოეული მათგანი გამოყენებული იქნას, რა შეიძლება რომ დავაოპტიმიზიროთ, როდის შეიძლება რომ თითოეული ტესტირების ტიპი, ტექნიკა არ იყოს ოპტიმალური და აუცილებლად ამ ყველაფერთან ერთად გაგიზიარებთ ჩემს პირად გამოცდილებას. ჩემს გამოცდილებაში გქონდა ესესმენტების შემთხვევები, როდესაც ტესტირების პროცესები ავაწყეთ ნულიდან, თავისი არქიტექტურით და ქონდა შემთხვევები, როდესაც ესესმენტის საშუალებით დავაიდენტიფიცირეთ გეფები. შესაბამისად, როგორც გითხარით, რა თქმა უნდა, კონკრეტული კომპანიების სახელების გარეშე, ყოველთვის თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, გაგიზიარებთ მსგავს გამოცდილებებს. გავლილი ტესტირების ციკლს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უნდა დაიწყოს ლოგიკურად სწორი პროცესი ტესტირების დროს და როგორ უნდა გაგრძელდეს, სად უნდა იყოს ლოგიკური დასასრული და რა არის ის ჩვენთვის ის კრიტერიუმი, როდესაც ვამბობთ, რომ ტესტირება უკვე საკმარისია. ვისწავლით ხარვეზებთან მუშაობას, როგორ შეიძლება რომ ხარვეზები დავაიდენტიფიციროთ, როგორ შეიძლება defect hunting-ის პროცესი გქონდეს, სად იწყება ზუსტად ხარვეზებზე მუშაობა და როგორ შეიძლება რომ მოკლედ მათი მენეჯმენტი ხდებოდეს. ტესტირების ინსტრუმენტებსაც გავივლით ასევე ისეთ პლატფორმას, როგორიც არის Jira, რათა გვესმოდეს რეალურ პროექტზე, როგორი გარემო შეიძლება დაგხვდეს და როგორ გვესმოდეს, რომ ყველაფერი კონფიგურირებადი არის და ხო, სხვადასხვა ხელსაწყოებს ავტომატიზაციისთვის და API ტესტირებისთვის.
კარგი, ამის გარდა გვაქვს ტექნიკური უნარები, რომელსაც აუცილებლად გაიუმჯობესებთ, ეს იქნება ბაზებთან მუშაობა. ამ ჭრილში გეტყვით, რომ ბევრად უფრო მეტი თემა დაიფარება, ვიდრე ზოგადად ჯუნიორ ტესტერებს თხოვენ და აქ კიდევ ერთი მიზეზი დგას, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარია, რასაც თხოვენ და შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი სტუდენტები ამ უნარებში უნდა იყვნენ აუცილებლად პირველები. ნუ API ტესტერება ვახსენეთ. გაგიზიარებთ მოკლედ best practices-ებსაც, როგორ უნდა მოვახერხოთ ხარვეზების იდენტიფიცირება ან პრევენცია. ესეც უმნიშვნელოვანესი არის, ხო? ასევე რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ყოველთვის ყველა პოზიციაზე გვაქვს იერარქიები, რაღაცა ლოგიკური საწყისები გვაქვს, საიდანაც ვიწყებთ, მაგალითად შეიძლება კომპანიაში იყოს სტუდენტი, ჯუნიორი და შემდეგ ყოველთვის გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ პოზიციები აუცილებლად იცვლება და იზრდება, ხო? და ამიტომაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმას, რომ საწყის ეტაპებზე ძალიან დიდ რესურსს ვდებთ, რადგან რეალურად ბაზარზე ძალიან ხდება, რომელიც შესაბამისად ძალიან ბევრ სტუდენტს ატრეინინგებს. ამიტომაც CV-ს გადამზადების პროცესში გარდა სანამ თქვენს ტექნიკურ უნარებამდე მოვა ადამიანი, აუცილებლად უნდა გქონდეს წარმოდგენა თქვენს რეზიუმეზე დაყრდნობით. ამაზეც აუცილებლად ვიმუშაობთ კურსის მანძილზე. კარგით, ასევე ნუ არის ხოლმე ის შეხედულებები, რომ ნახეთ, რატომაც ეს კურსი ესე გავაკეთეთ, ხო, რომ მენუალი პლუს ავტომატიზაცია. მთავარი მიზეზი. ხშირ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიწყოს მენუალიდან, რომ მერე უფრო smooth პროცესი იყოს, როცა ავტომატიზაციაზე გადავა. მე პირადად წლების მანძილზე ამ იდეის წინააღმდეგ ვარ და ვამბობ, რომ როგორც კი ადამიანს წარმოდგენა უყალიბდება, მენუალი უფრო მოსწონს, ავტომატიზაცია უფრო მოსწონს, შეიძლება საერთოდ მენეჯმენტის ნაწილი უფრო მოსწონდეს, ხო და ჯდებოდეს მის უნარებში. ამიტომაც ჩვენს კურსზე ზუსტად ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იცით ფუნდამენტები მენუალის, იცით ფუნდამენტები ავტომატიზაციის. გსურთ, რომ ორივე თუ მოგწონთ დასაქმდებით ჰიბრიდულ პოზიციებზე, თუ რომელიმე კონკრეტული მიმართულება უფრო ასე რომ ვთქვათ, შესაბამისი იქნება თქვენთვის, აუცილებლად შეძლებთ, რომ ამ მიმართულებითაც გაიაროთ ინტერვიუები. რა თქმა უნდა, ამისთვის მომზადება მოგიწევთ, რაშიც დაგეხმარებით, მაგრამ ნუ ხვდებით, რომ მეცადინეობა აუცილებლად თქვენს ნაწილში იქნება, ხო? ანუ ფიზიკურად ჩვენ უკვე ეს ყველაფერი წლების წინ ვიმეცადინეთ. მაგისა, რადგან პირველი შეხება იქნება ბევრისთვის, მეგობრებო, კიდევ უფრო მეტია სამეცადინო, რომ ეს რაღაცები იმდენად ბუნებრივად გაჩნდეს თქვენში, რომ გასაუბრებაზე არც დაიბნეთ და ზუსტად ეს შემთხვევა, რომ შანსი გაქვთ ისედაც ყველას არიბარებენ გასაუბრებაზე და თუ მოხვდებით, იქ უკვე მაქსიმალურად იდეალურად უნდა წარმოაჩინოთ თავი. ამიტომ ბევრი უნდა ივარჯიშოთ, ჩვენი სერვისებიც გამოიყენოთ, გასაუბრების სიმულაციის, CV-ს გამართვის, LinkedIn-ზე უნდა იაქტიუროთ, მათ კიდე რაღაც ცვლილებებს გეკმავთ, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერაზე და მოკლედ ამ ნაწილშიც თქვენ გვერდით ვიქნებით, რა თქმა უნდა. თაკო, ერთი თხოვნა მაქვს, სავარაუდოდ ვინმეს მაინც გაუწმდა შეკითხვა მენუალ ტესტირება რა არის და რის განსხვავდება ავტომატიზაციისგან და თუ შეიძლება მარტივად რო უთხრათ, მენუალ ტესტერი თავდაპირველად კარიერის აი ამ პირველ ეტაპზე რას აკეთებს? მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ღია ლექციაზე როცა ვართ უკვე დაახლოებით წარმოდგენა მაინც გვაქვს, ხო, რა არის მენუალი და რა არის ავტომატიზაცია, მაგრამ ძალიან ზედაპირულად გავაკეთებ მიმოხილვას. მენუალ ტესტერი არის ადამიანი, რომელიც გარკვეული ლიმიტირებული ხელსაწყოების გამოყენებით აწარმოებს ტესტირებას, რომელიც ძირითად შემთხვევაში კლასიფიცირდება როგორც grey box ტესტირების მეთოდი. ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ front-end-დან, ანუ ვიზუალის დახმარებით გავტესტოთ როგორც უშუალოდ ფრონტის ნაწილი რამდენად ემთხვევა ლოგიკას, ასევე back-თან ინტეგრაციის პროცესი როგორ არის ოპტიმიზირებული. ასევე გვაქვს წარმოდგენები, რომ test case-ები როგორ უნდა შევქმნათ, bug report-ები როგორ უნდა შევქმნათ, როგორ უნდა დავაიდენტიფიციროთ რა test case-ები უნდა იყოს შექმნილი და რამდენად ოპტიმალურია, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტომატიზაციის ინჟინერი ამ ნაწილს გარკვეულწილად იშორებს პასუხისმგებლობებიდან, ნუ როგორც გითხარით, ხო, გააჩნია, ეხლა ჰიბრიდული როლი თუ გვაქვს, შეიძლება ორივეს პარალელურად აკეთებდე. რაღაც ნაწილში იშორებს, იღებს როგორც requirements ამ test case-ებს, რომელიც უკვე არის სტაბილური, რომელსაც ხშირად გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით კლასიფიცირებულია უკვე
მიიღო requirement-ი და მისი ავტომატიზაცია დაიწყო გარკვეული ტექნიკური სტეკების გამოყენებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებმა შექმნეს სკრიპტები, რომელიც ავტომატურად იმის გამიხედვით, როგორ იქნება კონფიგურირებული, შეძლებენ რომ გაუშვან გარკვეული დროის შუალედით. მაგალითად, რომ გესმოდეთ, თუ გვაქვს ისეთი ტესტები, რომლებიც გჭირდება რომ გაიტესტოს ყველაზე ხშირად, გარკვეულწილად ყველაზე სტაბილური ფუნქციონალისთვის. ამ შემთხვევაში, რასაც ვაკეთებთ, არის რომ ვუსეტავთ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გატრიგერდეს, ან უნდა გაეშვას და შედეგები აუცილებლად ჩვენამდე მოვა. უფრო თვალსაჩინო რო იყოს, მაგალითად, ჩემს ეხმანდელ პროექტზე ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ყოველ დილით, სანამ სამუშაო დღე დაიწყება, ავტომატური ტესტები ეშვება და დაახლოებით წარმოდგენებს გვიქმნის, რა ხდება ბოლო მერჯების კოდში ცვლილებების შემდეგ. აქ ცოტა შეიძლება აქ რატომაც არ მინდა ამ დეტალებზე შესვლა, ღია ლექციაზე არის, რომ მე ამას ბევრი კითხვები მოყვება ხოლმე, რასაც საბოლოო ჯამში ძალიან შორს მივყავართ, მაგრამ თუ არა კონკრეტული ტერმინოლოგიებთან დაკავშირებული კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დამისვათ მენუალს და ავტომატიზაციას შორის. თამარ, გისმენ. მე მაინტერესებს ამ requirement-ებს ვის გამიღებთ, ანუ არის დავუშვათ product owner, რომელიც გვეუბნება, რომ აი ესა და ეს არის მთავარი და ეს გვინდა რომ გავაკეთოთ ავტომატიზაციაზე, თუ თვითონ ტესტერი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მე შემიძლია ეს და ეს ტესტები გავუშვა ავტომატიზაციაზე. ნახე, კარგი კითხვა, მადლობა თამარ. პირველ რიგში, ცვლილებებთან დაკავშირებით და პროდუქტის კრიტიკულობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ინფორმაციას ვიღებთ product owner-ისგან, რომელიც პირდაპირ ჩვენთვის ხიდი არის ბიზნესთან და რა თქმა უნდა, ტექნიკური გუნდი ყოველთვის დგავართ ბიზნესის საჭიროებებზე, ხო? აი, წარმოიდგინე, რომ შეგვიძლიათ ავიღოთ ვიღაცამ თქვა წეღარო საბანკო ტრანზაქციებში და აპლიკაციებში ხვდები ხოლმე ბევრ ხარვეზებს, ხო? ავიღოთ საბანკო აპლიკაცია. ხვდებით, რომ ბანკებისთვის ძირითადი ფუნქციონალი აუცილებლად არის ან სესხები, ან ტრანზაქციები, ხო, ანუ ისეთი ფუნქციონალები, რომლებიც ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხო? ანუ ეხლა საბანკო აპლიკაციაში თუ პროფილის ფოტო ვერ შევცვალე, დამეთანხმება სოსო, მგონი სოსო იყოს სახელი, სწორად ვერ მოვასწრებ გამეკითხა. ხო, დამეთანხმება, რომ საშა ბოდიში შეიძლება არც თუ ისე კრიტიკული იყოს, რომ ნუ კაი პროფილზე ფოტოს ვერ ვცვლ. მაგრამ თუ მე ჩემს პირად კუთვნილობას ვერ გამოვიყენებ, უკვე კრიტიკულია. ანუ პირველი ეტაპი, რომ დავაიდენტიფიცირო, რომელი ფუნქციონალი არის ყველაზე კრიტიკული და high priority-ის მქონე, ეგ მოდის თამარ აუცილებლად product owner-ისგან. შემდეგ უკვე, როდესაც manual ტესტერები შექმნიან ამ test case-ებს, ოღონდ შექმნიან უკვე გასტაბილურებულ ვერსიისთვის, ხო? ანუ თუ ჩვენ ველოდებით, რომ ცვლილებები უნდა შევიდეს, კიდევ დიზაინი უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ამას არ ვაავტომატიზირებთ. მარტივი მიზეზია, რომ ის effort-ი, რაც უნდა დაიხარჯოს, არ გვიკომპენსირებს იმ თანხას, რაც რეალურად ან მოგება, ან წაგება უნდა ნახოს ამ ავტომატიზაციის შედეგად. იმიტომ რომ ავტომატიზაციის მთავარი იდეა არის ჩვენი რესურსების ოპტიმიზაცია, ხო? ამიტომაც requirement-ი ამ შემთხვევაში ავტომატიზაციის ინჟინერისთვის არის manual ტესტერის მიერ მომზადებული test case-ები, რომლებსაც იგი გადასცემს ყველაზე ხშირად და ყველაზე პრიორიტეტული ფუნქციონალის მიხედვით. მადლობა. გიორგი მილოთ მაგამდე. თუმცა ეს არის JavaScript-ი. და მაინტერესებს ჯერჯერობით კითხვა თუ გაქვთ რაიმე. კარგით, აქ არის კიდევ ერთი მაგალითი, Netflix-ი, მოდი ვნახოთ, აპლიკაცია ხელმისაწვდომია ტელევიზიებზე, smartphone-ზე. და თაკო წავიკითხავ თუ გინდა. არა, ოკეი. თუ ტესტირება არ განხორციელდა, რა თქმა უნდა, ნუ ძალიან ბევრი ხარვეზი შეიძლება იყოს, ხო, მათ შორის ყველაზე ხშირი და ვინც ტესტირებასთან ან ტექნოლოგიებთან ახლოს ხართ, ეს არის compatibility ტესტირება, ანუ თავსებადობა, ხო, შეიძლება კონკრეტული software-ი მუშაობდეს კარგად გარკვეულ device-ზე, მაგრამ არ მუშაობდეს სხვა device-ზე. ამიტომაც ტესტირების მთავარი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ რაც შეიძლება კარგად გვესმოდეს მოთხოვნა, კარგად გვესმოდეს ის hardware-ი, სადაც შეიძლება რომ ჩვენი პროდუქტი იქნას გამოყენებული და ალბათ დამეთანხმებით, რომ ვერასოდეს ვერ დავფარავთ ყველა hardware-ს. თქვენ რას ფიქრობთ? აი წარმოვიდგინოთ, რომ ვცდილობთ მაგალითად, რომ გამოვიწვიოთ ხარვეზი. ხო, სანამ მეკეთყვით, მაინტერესებს, რაც გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში და მესმის, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რა თქმა უნდა, რომ ტრეინინგის გავლას ფიქრობთ. მაინტერესებს თქვენი პერსპექტივიდან. Როგორ დააკვალიფიცირებდით, რომელი device-ები არის უფრო
უფრო მნიშვნელოვანი და რომელ დივაისებზე აღმოჩენილი ხარვეზები უფრო მნიშვნელოვანია და როგორ დააპრიორიტეტებდით ამ პროცესში. თუ ვინმეს გაქვთ იდეა. საშა გისმა. მიკროფონი გაკეთებული ოღონდ. ისმის ხმა. კი, ეხლა გვესმის. Android-ის და iPhone-ის დევაისები, იმიტომ რომ მოხმარებლების რაოდენობიდან გამომდინარე. ყველაზე მეტი ყავს მაგათ და შემდგომ უკვე მიდის Google Chrome-ის ბრაუზერი ნებისმიერ პლატფორმაზე უკვე. Apple-ის და Windows-ის. კი ბატონო. ანუ პირველი ეტაპი მოდის know your customer, ხო იცნობთ შენს მომხმარებელს. ამ პროცესში აქტიურად არის რა თქმა უნდა ჩვენი product owner-ები, business analytics-ები, ტექნიკური ლიდერები, ჩართულები, რადგან კურსის მანძილზე კიდე გავგიზიარებ, რამდენი ხარვეზი, სადაც ხარვეზი მქონდა პრაქტიკაში, იმის გამო უბრალოდ რომ ვერ განსაზღვროთ კულტურული სხვაობა, ხო? დღესდღეობით კი ბატონო საქართველოში iOS შეიძლება ძალიან პოპულარული იყოს, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც iOS-ი ერთ-ერთი ბოლო არის რეიტინგში. ამიტომაც ყოველთვის გამოვდივართ ლოკაციიდან გამომდინარე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მაკო თუ შეიძლება რომ სლაიდი შემიცვალო. სად საქმდებიან ტესტერები? ტესტერები შეიძლება იყვნენ დასაქმებულები უამრავ კომპანიებში ზოგადად. შეიძლება ეს იყოს in-house პროექტები, როგორიც მაგალითად არის ბევრი საბანკო აპლიკაცია ხო, TBS ბანკი, საქართველოს ბანკი, სადაც კონკრეტულ პროექტებზე მუშაობენ და ასევე შეიძლება მუშაობდნენ ტექნოლოგიურ კომპანიებში, სადაც მაგალითად როგორიც არის EPAM-ი ხო, DataArt-ი, Exadel-ი, სადაც საშუალებას გაძლევს, რომ კომპანიის შიგნით კიდევ პარალელურად პარტნიორ კომპანიებთან გქონდეთ თანამშრომლობა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემ სტუდენტებს, გეტყვით რომ თითქმის ყველა მათგანი, მაკო შემისწორე თუ მეშლება, განსხვავებულ დომეინებზე არიან დასაქმებულები. ზოგიერთი მოტანილიც მაქვს სლაიდები და მანდაც ვთქვათ, რომ ძალიან განსხვავდება ხო ეს დომეინი. ოკეი, კარგი. შემიცვალეთ თუ შეგიძლია. ნუ მოკლედ დომეინი მეგობრებო ძალიან განსხვავდება. ჩვენ კურსის მანძილზე გავივლით აუცილებლად functional testing-ს და functional testing-ი თავისუფლად რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება კონკრეტული, ასე რომ ვთქვათ, უამრავი სხვადასხვა დომეინისთვის. ამიტომაც მოკლედ რა თქმა უნდა მე ქვემოთ გვაქვს განშტოებები ტესტირებაში, თუ და გაინტერესებთ შეგიძლიათ რომ თითოეულ მათგანს გაყვეთ, მაგრამ ამ ეტაპზე functional tester-ი მოიცავს თითქმის ყველაფერს. რაღაცეებში სიგმეებში არ ჩავალთ, მაგრამ თუ მომავალში გექნებათ სურვილი რომ მაგალითად accessibility ტესტირება აღმოაჩინოთ და ამ მიმართულებით იყოთ დასაქმებულები, ნუ აქ კიდევ ცალკე დაგეხმარებით, ხო? აქ არის როგორც გითხარით, არასრული ინფორმაცია ჩვენი კურსის სილაბუსის და ვიქნებით ძალიან გულწრფელი, მიზეზი რატომაც არ გვაქვს დეტალურად გამოტანილი სილაბუსი არის ის, რომ ნუ პერიოდულად რატომღაც გვეკარგებოდა ხოლმე მოკლედ ეს ინფორმაცია და მერე სხვადასხვა საიტებზე ხვდებოდით ზუსტად იგივე სილაბუსი. ამიტომაც ვცდილობთ ხოლმე რომ რაც შეიძლება ლაკონურები ვიყოთ. ტესტირების მნიშვნელობაზე გავივლით, ვისაუბრეთ ტესტირების როლებზე, გამოწვევებზე, საერთაშორისო ბაზარზე, ასევე ქართულ ბაზარზე, რა მოთხოვნები შეიძლება გქონდეთ და რა ეტაპზე დაეცნონ ერთმანეთს მოთხოვნების ჭრილში, რა მიზნები შეიძლება გააჩნდეს პროექტებს და თითოეული პროექტის და SDLC-ის პროცესში როგორ იქნება ტესტერი ჩართული, ამასაც აუცილებლად გავივლით და გავივლით თეორიას, 7 პრინციპს, რომელიც ტესტირებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს ტესტერები თანხმდებით ხოლმე, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. პროდუქტის დეველოპმენტის საერთო ციკლზე ვისაუბრებთ. აქ ბევრი კითხვები ისმევა ხოლმე, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ გვესმოდეს პროცესი, როგორ იწყება ზოგადად ნებისმიერი დეველოპმენტის პროდუქტის შექმნისანო და როგორ მთავრდება ან სანამდე მიდის. ხშირად ეს კითხვები ჩნდება ხოლმე, რომ რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ და გეტყვით, რომ აუცილებლად გარდა ტესტერებისა თითოეული IT გუნდის წევრმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს ცერემონიები, მოდელები, ფაზები, ჩართულობის და პასუხისმგებლობის არეალები და გეტყვით კიდევ, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ საერთაშორისო კომპანიაში ერთ-ერთი პირველი კითხვები მოვა აქედან. ამიტომაც ამ თემასაც აუცილებლად გავივლით, რომ გესმოდეთ თქვენი კონტრიბუცია სად და როგორ უნდა იყოს, ხო, რომ რა თქმა უნდა მეტი ინტერესი გამოიწვიოთ დამსაქმებლებში. შევცვალოთ მაკო სლაიდი. ანუ ტესტირების დონეებზე და ტესტირების ტიპებზე უკვე გესაუბრეთ. აქ გავივლით ყველა best practice რაც შეიძლება გქონდეს, გვექნება 3 კვიზი და ამ კვიზის მანძილზე გვექნება 20 კითხვა ჯამურად, 20 კითხვიდან გვექნება ტესტებიც, ღია კითხვებიც
და შესაბამისად აუცილებლად განვლილ მასალებს ყოველთვის შევაჯამებთ ხოლმე გარდა იმისა, რომ საშინაო დავალებები გვექნება აუცილებლად. რეკვირემენტების ანალიზი ეს არის ჩემი ფავორიტი თემა ყოველთვის. აუცილებლად ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტექნოლოგიებში იყო კარგად შემდგარი პროფესიონალი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ მიმართულებით ხართ, გონია რომ რეკვირემენტებთან როგორ უნდა იმუშაოთ, არის უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, გავივლით სხვადასხვა ტიპის რეკვირემენტებს, გავივლით რა კრიტერიუმებით ხასიათდებიან და როგორ უნდა შევაფასოთ, როგორია კარგი რეკვირემენტი, როგორი კომუნიკაცია უნდა გქონდეს, რაში გვეხმარება ზოგადად და როგორ უნდა დავაოპტიმიზიროთ პროცესი ადრეულ ეტაპზე რეკვირემენტში აღმოჩენილი ხარვეზებით. ამ ყველაფერს გავივლით, ასევე მასთან დაკავშირებულ მატრიცებსაც გავივლით და გვექნება საშუალება, რომ პრაქტიკული დავალებებიც გავაკეთოთ, რომელიც ჩემი ფავორიტი არის ამ კურსზე. Ну, STLC, წაგანაც გითხარით, software testing life cycle-საც გავივლით, საიდან იწყება პროცესი და სადაც თავდება ლოგიკურად, თავისი ყველა შესაძლო განშტოებით, რაც შეიძლება რომ პროცესში შეგხვდეს. ამიტომაც აქაც აღარ გამიმეორებ იგივეს, რაც წეგან უკვე ვისაუბრებ. ვისაუბრეთ ტესტირების დაგეგმვასა და ტესტირების სტრატეგიაზე. ეს ძალიან სადაო თემა არის ხოლმე, რომ ჯუნიორებს რამდენად ეთანხმებით, რომ შესაძლებელია, რომ თქვენ როგორც ჯუნიორებმა დამწყებმა სპეციალისტებმა უშუალოდ ამ გეგმაზე არ იმუშაოთ, მაგრამ მე მაქვს ამბიცია, რომ გქონდეთ ცოდნა და წარმოდგენა რა არის რისგან შედგება, რა პოტენციურ რისკებს ასხვევს და ზოგადად რაში გვეხმარება. ამ ყველაფრის ფუნდამენტური ცოდნა უკვე მომავალში დაგეხმარებათ პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებასთან ერთად უკვე ეს დოკუმენტები დაამუშავოთ ხოლმე. Okay. ხო, ეს მაკოს სკრინშოტები არის ჩვენი კურსიდან. აქ რაც ხდება მოკლედ მოგიყვებით, მოკლედ ვცდილობთ ხოლმე რომ workshop-ებიც გქონდეს და თუ გუნდი ემთხვევა ისე რომ თბილისში იმყოფება, ვცდილობთ რომ offline შეხვედრები დავგეგმოთ, სადაც მაკო გვითმობს Smart Academy-ის ოფისს და განსხვავებულ ოთახებში გუნდები არიან გაყოფილები, ვცდილობენ მუშაობენ რეალურ გამოცდილებაზე და საკმაოდ საინტერესო არის ხოლმე იმ კუთხით, რომ ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანი არის soft skill-ები ტესტირების პროცესში, ხო? და წარმოიდგინეთ როგორი რთულია მუშაობა, როდესაც 10 ადამიანი ხართ, ან 9 ადამიანი ხართ და ყველას განსხვავებული აზრი გაქვს, მაგრამ კონსენსუსამდე უნდა მიხვიდეთ და ამიტომაც თქვენი ყველა soft skill-ი საჭირო ხდება. სწორედ ამას ემსახურება ხოლმე მსგავსი workshop-ები, რომ მაქსიმალურად პრაქტიკული ცოდნა შეიძინოთ, ხო? მობილური აპლიკაციების ფუნდამენტურ პრინციპებზე ვისაუბრებთ, მათი ტესტირების ტიპებზე, პოპულარულ შეცდომებზე და მოკლედ მათ სპეციფიკაციებზე, რაც კი საჭირო იქნება ჯუნიორისთვის ყველაფერს მოგაწვდით. შემდეგში უკვე გადავდივართ, ეხლა აქ იქნება ცოტა ტექნიკური ნაწილები, რომელსაც ბევრს არ გავჩერდები, მაკო შენს გაითვალისწინე, იმიტომ რომ გავჩერდეთ, ძალიან საკმაოდ კი მოკლედ არის, მაგრამ მაინც დაწყვილებით არის მეგობრებო, წარმოადგენის შესაქმნელად რამდენად მსუყი არის ეს პროგრამა და თანაც ხო აქ მოცემულია მერე შეჯამებაც და ეგეც ვნახოთ. მე უბრალოდ პროცესში იმის თქმა მომინდა, რომ გარდა იმისა, რომ ტესტირება სწავლობთ, როგორც ხედავთ, სხვა მომიჯნავე სფეროებშიც კარგად ერკვევით. მათ შორის სწავლობთ UX დიზაინერის მიერ მომზადებული ფაილის გარჩევას, აგერ ფრონტენდში გარკვევას, მერე კიდევ ანუ შეხვედრაც მაქვს ნახსენები SEO-ს ნაწილში და პროგრამირების ენას სწავლობთ და ძალიან ბევრ ამას ეხებით. თუნდაც ის ინსტრუმენტები, რომელშიც მუშაობასაც სწავლობთ, task management-ის არის თუ ვერსიების კონტროლის თუ ასე შემდეგ, ეს ყველა ცალ-ცალკე რაღაც კომპონენტი არის, რომელიც პროფესიონალად გაქცევთ და ძალიან მიხარია, რომ ესეთი უყე კურსი არის გამოსული ამ პროგრამიდან გამომდინარე, როგორც ახსენეთ აკომ ბაზებს ვეხებით, იმაზე მეტად ვიდრე საჭიროა, მაგრამ მხოლოდ დადებითი მოაქვს ამ ამბავს, API და მისი ტესტირება, JavaScript-ის ნაწილი ნულიდან, რა თქმა უნდა, გვაქვს აქ, რა თქმა უნდა, პრაქტიკული სამუშაოები ამ ყველაფერზე, რომ კარგად გაერკვეთ. Absolutურად ყველაფერი, რაც საბაზისო ნაწილი არის პროგრამირების, თავისი დავალებებით, ფუნქციებით, შესავალი Cypress-ში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. პირველი ტესტის დაწერა და გაშვება, ანუ ავტომატურ ტესტებზე აქ საუბარი, რა თქმა უნდა, და ამისთვის ვიყენებთ Cypress. აქ როგორც ხედავთ, აბსოლუტურად ყველა შეხვედრას ახლავს პრაქტიკული დავალება და
აი აქ მივადექით უკვე ფინალური პროექტის განხილვაზე, რომელიც ძალიან საინტერესო არის ხოლმე და იქიდან გამომდინარე, რომ ამ კურსზე ორ განხრას ეუფლებით, ორ ნაწილად არის გაყოფილი, როგორც მენუალურ ტესტირების ნაწილში, ისე ავტომატიზაციის ნაწილში გაქვთ ფინალური და პლუს გაქვთ ზეპირი გამოცდა. ნახეთ, ესე რომ შევაჯამოთ, სულ არის 26 შეხვედრა, თუმცა როგორც საკმაოდ აღნიშნა საჭიროების ამბები დაგვიმატებია ხოლმე შეხვედრა ან რაღაცა სტუდენტების გაყოფილა რაიმე ინიციატივა, ვინმე მოგვიწვევია კონკრეტულ თემაზე, მოკლედ ღია ვართ და მოქნილები ვართ, მართლა საუკეთესო სურვილებით ვართ იმისთვის, რომ შედეგზე გავიდნენ სტუდენტები. 4 ტესტი არის, რაც აღნიშნეთ, ყველა ანუ 100 ქულიანი სისტემა არის, დავალება სავალდებულო, რამდენიმე არჩევითი დავალება, ფინალური პროექტი პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი და ზეპირი გამოცდა. ზეპირი გამოცდა ფაქტობრივად არის გასაუბრების მსგავსი, სადაც თქვენ გიწევთ ყველაზე საკვანძო საკითხებზე ზეპირად საუბარი. ხო? ამიტომ ეს დაზეპირება არშველის სამრეწოს ძალიან კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული, რომ იქ დასმულ 3-4 შეკითხვას აზრიანად უპასუხოთ და კარგი ქულაც მიიღოთ. ამიტომ გვაქვს ეს კომპონენტი ჩაშენებული სულ ადრე. მხოლოდ ტესტები იყო, მაგრამ ტესტით ესე ვერ შეამოწმებთ ცოდნას, საჭიროა რომ გასაუბრებისთვისაც მომზადებული იყოთ და თავდაჯერებულმა ისაუბროთ ამა თუ იმ თემაზე. ეს ბონუს შეხვედრა, რაც აღნიშნე SEO ტესტირებას და აუდიტის ინსტრუმენტებს ეხება, ეს გამოცდის მერე ტარდება ხოლმე, რომ ამ ნაწილმა ხელი არ შეგიშალოთ რაიმეში და არ დაგაბნიოთ. ბონუს შეხვედრა არის, რომელსაც Smart Academy-ის დამფუძნებელი ატარებს, ამ სფეროს სპეციალისტი არის და ამიტომ და რაც მახსენე ხომ, კურსის ჩატარების პარალელურად თქვენ დამატებით იღებთ ხოლმე მოწვევას დახურულ შეხვედრებზე, CV-ის, LinkedIn-ის შესახებ, ასევე გასაუბრების ეტაპები, პოტენციური კითხვები და ქცევის ეთიკა, ამას საკოც გიზიარებთ თქვენ გასაუბრებებზე რა შეკითხვებს უნდა ელოდოთ და როგორ შეიძლება რომ მოემზადოთ, თუმცა რა თქმა უნდა ამ ნაწილში თვითონ კარიერის მენეჯერებიც გასაუბრების სიმულაციის ნაწილს, რასაც აი HR-ებთან შეიძლება გადააწყდეთ, ამ ნაწილს ფარავთ ჩვენს კარიერის მენეჯერთან. დასაქმების ისტორიებიც არის აქ მოტანილი. ნახეთ, თითქმის არ მეორდება მგონი კომპანიები. ხედავთ, რომ გოგონები, ბიჭები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ნულიდან იყო გამოცდილება თუ მანამდე რაიმე ბექგრაუნდი გააჩნდათ, აბსოლუტურად ყველას აქვს შესაძლებლობა თუ საკმარის დროს და რესურსს ჩადებს და არ იფიქრებს, რომ მარტივია. მართლა ყველა კურსზე მათ შორის ვაფრთხილებთ ხოლმე, რომ არც ერთი პროფესიის დაუფლება არ არის მარტივი, თუ მართლა გინდათ, რომ სიღრმისეულად შეისწავლოთ და მით უმეტეს ჩვენი პროგრამები არ არის მარტივი და არც ხანმოკლე. ხო, იმიტომ რომ გვინდა საბოლოო ჯამში დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს უპასუხოთ. ხო, TBC, Space და უკვე გადავედი კითხვებზე. წინა პრეზენტაციებზე მოტანილი ქონდა ხოლმე ვაკანსიები ამ მომენტში აღარ მოვიტანე, მაგრამ ზუსტად ასახავდა მეგობრებო სილაბუსი, რაც გვაქვს გათვალისწინებული, ჩათვალეთ, რომ ჯუნიორის პოზიციაზე და ხშირად მიდლის რაღაცებსაც ფარავთ ხოლმე, გიახსენეთ აკო. ვაკანსიებში ზუსტად მაგ დებულებებს ამოიკითხავთ, რაც რეალურად გვაქვს კურსში ჩაშენებული. ხო, კურსს ვიწყებთ სექტემბერში. ასე რომ